აფხაზეთიდან დევნილი 150 ოჯახიც დღეიდან საკუთარ ბინებში ცხოვრობს. დელისის ქუჩაზე ყოფილ სმენა დაქვეითებულთა სახლში მცხოვრებ დევნილებს ბინების საკუთრებაში გადაეცათ. ამის შესახებ მათ ტოლულთა და განსახლების მინისტრმა კობასუბელიანმა და თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ურუშაძემ პირადად ამცნეს. დღეს საცხოვრებლების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურები ფართობის აზომვით დაიწყო. დაკანონების პროცესი ზოგადად 90% ამ მომენტისთვის უკვე შესრულებულია, დარჩენილ 10%-საც უახლოეს თვენახევარში, ასე ვთქვათ, მოვამთავრებთ და დაახლოებით 28,000 ოჯახი, როგორც გეუბნეოდით, სრულად ამონაწერის მფლობელი იქნება. დღეს 150 ოჯახს დაუკანონდა ფართი ნუცუბიძეზე დელისის ქუჩაზე. ეს პროცესი გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, ასეულობით ოჯახს უკანონებთ ფართებს. უდიდესი დახმარება ხალხისთვის, ნამდვილად მოულოდნელი იყო დღევანდელ დღეს ეს ჩვენთვის, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობელი ვართ და ყველანაირად დაუდგებით მხარში. ჩვენ გვაქვს ერთობლივი პროექტები დევნილთა სამინისტროსთან, ჩამოყალიბდება გამხანაგობა, დავიწყებთ გადახურვის სამუშაოების რემონტს, სახურავის რემონტს, საერთო კანალიზაციების რემონტს, ამხანაგობასთან ერთად დავიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას. ქალაქის მერია მზად არის მაქსიმალურად დახმარება აღმოუჩინოს, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოწესრიგდეს საყოფაცხოვრებო პირობები.